ეკრანი ბნელ ოთახს ანათებს, კადრში ქალიზის, ხშირად ბევრს არაფერს ამბობს, უბრალოდ ერთსა და იმავეს იმეორებს. მადლობა, გააზიარეთ ლაივი, დაეხმარეთ ოჯახს, ან tap the screen. ეკრანის კუთხეში ფერადი ანიმაციები ჩნდება, ვარდები, პატარა გულები, ციფრული მონეტები. ყოველი ანიმაციის გამოჩენაზე ქალი ეკრანისკენ იხრება და მადლიერებას ასე გამოხატავს. ეს არ არის უბრალოდ დახმარების თხოვნა, ეს არის ახალი ციფრული ბაზარი. ჩვენ ვუყურებთ სისტემას, რომელმაც სიღარიბე კონტენტად გადაამუშავა. TikTok Live არის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში გადასცეს თავისი ვიდეო. სანამ ის გადასცემს, აუდიტორიას შეუძლია მას გაუგზავნოს ვირტუალური საჩუქარი, ციფრული ვარდი, გული, ლომი. თითოეულ საჩუქარს თავისი ფასი აქვს, მაყურებელი კი მათ რეალური ფულით ყიდულობს. პლატფორმის შიდა ვალუტის კოინების მეშვეობით. სქემა მარტივია. მაყურებელი ფულს იხდის კოინებში, კოინებით ისყიდულობს საჩუქარს, საჩუქარი ეკრანზე მიდის სტრიმერთან, იმასთან ვინც ლაივში არის. სტრიმერი იღებს ალმასებს, რომელთა გაცვლა შეიძლება უკვე ფულზე. პლატფორმა ამ ჯაჭვის ყველა რგოლზე საკომისიოს იღებს. თუ ლაივი მართულია, შუამავალს ეგრეთ წოდებულ agents-აც ხვდება რაღაც წილი. რატომ არის live ფორმატი ასეთი მომგებიანი? ლაივი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო ერთი მიზეზის გამო. მაყურებელს გონია, რომ ის რეალურ დროში ცვლის ვიღაცის ცხოვრებას. ჩვეულებრივი ვიდეოს ქვეშ ლაიქი ან კომენტარი არაფერს არ ცვლის, ის უკვე მომხდარი ამბავია. ლაივში გაგზავნილ ვარდს კი ეკრანიდანვე მოყვება ადამიანური რეაქცია. სტრიმერი გამგზავნის სახელს ხმამაღლა მადლიერებით იმეორებს. ეკონომიკის მთავარი ძალა სწორედ ამ ილუზიაშია. ეს თანამედროვე ქუჩის მათხოვრობას გავს, უბრალოდ ქუჩა ჩანაცვლებული არის ალგორითმით, შემთხვევითი გამვლელი გლობალური აუდიტორიით, ხოლო ფულის ჩასაგდები ქუდი TikTok-ის საჩუქრების სისტემით. ნედა ვიფიქრე ლაივს ჩავთამეთქი, რომ Hola, titolas, დარიცხად? ეს ლოკალური ფენომენი სულაც არ არის. საერთაშორისო საგამოძიებო მედიამ უკვე აჩვენა ამ სისტემის მასშტაბი. BBC-მ ჯერ კიდევ 2022 წელს გამოაქვეყნა გამოძიება სირიის დევნილთა ბანაკებიდან გადაცემულ ლაივებზე. ოჯახები, ხშირად ბავშვებიც საათობით ისხდნენ კამერის წინ და დახმარებას ითხოვდნენ. ერთი ლაივი საათში საკმაოდ დიდ თანხას აგროვებდა, თუმცა ბენეფიციარებამდე მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევდა, დანარჩენს კი TikTok-ი და ეგრეთ წოდებული შუამავლები ინაწილებდნენ. 2025 წელს Guardian-მა გამოაქვეყნა ვრცელი კვლევა ბავშვების სამათხოვრო ლაივებზე ავღანეთიდან, პაკისტანიდან და კენიიდან. გამოძიებამ აჩვენა, რომ თუ TikTok-ის ალგორითმი თავად ავრცელებს ასეთ ლაივებს, მიზეზი საკმაოდ პრაგმატულია. მათ აქვთ ხანგრძლივი ყურებადობა, ემოციური კომენტარები და გადახდები. პლატფორმის ოფიციალური წესები ექსპლუატაციურ მათხოვრობას ზოგადად გრძალავს, თუმცა წესი და რეალური კონტროლი ხშირად სხვადასხვა რამეა. ამას ადასტურებს შეერთებულ შტატებში იუტას შტატის სარჩელიც, რომელიც TikTok-ს პირდაპირ ადანაშაულებს იმაში, რომ live ფუნქცია ბავშვების ექსპლუატაციის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა პლატფორმამ შექმნა ინფრასტრუქტურა, სადაც ემოციური ექსპლუატაცია პირდაპირ გადახდის ფორმად იქცა. საქართველოში სიღარიბე ხშირად არ განიხილება როგორც სისტემური პრობლემა და ხშირად ჩანს როგორც ინდივიდუალური ტრაგედია კონკრეტული ოჯახის, კონკრეტული ბავშვის. სოციალური მედია კიდევ ამ ხედვას უფრო აძლიერებს, ალგორითმი არ აჩვენებს სტატისტიკას, ალგორითმი აჩვენებს ერთ კონკრეტულ სახეს. ქართულ Facebook-სა და TikTok-ში წლების განმავლობაში ვითარდება დახმარების ძალიან სპეციფიკური კულტურა, სწრაფი, ემოციური, პერსონალიზებული. ეს იმპულსი ზოგადად რა თქმა უნდა ცუდი არ არის, ის გამოხატავს რეალურ თანაგრძნობას საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო დახმარების სისტემა სუსტია. პრობლემა იქ იწყება, სადაც ეს თანაგრძნობა გადაიქცევა ფორმატად, რომელიც ემოციას ფულზე ცვლის და სხვა აღარაფერზე. რატომ უყურებს ამას ხალხი? როცა ადამიანი ყოველდღე ხედავს სოციალურ უსამართლობას, გაჭირვებას, თანაგრძნობის რესურსი გვეცლება და სიღრმისეული რეაგირება ფსიქიკურად ძალიან ძვირი გვიჯდება. ამიტომ პატარა ვირტუალური ვარდის გაგზავნა იაფია და სწრაფ შვებას იძლევა. ეს იმპულსი რეალური მოქმედების ალტერნატივად მუშაობს. მაგალითად, არ მოვითხოვთ სოციალური პოლიტიკის ცვლილებას და ასე ჩავთვლით, რომ უკვე ჩვენი წვლილი შევიტანეთ ვიღაცისთვის დახმარებაში.
ლაივში მაყურებელს გონია, რომ ის რეალურ ურთიერთობაში შედის. როცა სტრიმერი მას სახელით მიმართავს, ლოცავს, ჩნდება რაღაც ცალმხრივი, მაგრამ ემოციურად დამაჯერებელი კავშირი. მაყურებელი იხდის არამხოლოდ დასახმარებლად, არამედ იმისთვისაც, რომ დაინახონ თუ როგორ ეხმარება სხვას. ლაიქო დოკრო ლაიქო. მადლობა ვარდებზე, მადლობა. ჩემო ტეკო. მადლობა. ასე სიღარიბე როგორც სანახაობა ისე თამაშდება, სადაც ერთი ეხმარება, მეორე ცნობის მოყვარეობით უყურებს ამ პროცესს, მესამე საკუთარ თავს ვიღაცაზე უფრო მაღლა გრძნობს, მეოთხესთვის კი ეს ფონური კონტენტია. TikTok-ი არ კითხულობს არის თუ არა კონტენტი ეთიკური. მისი ერთადერთი საზომი არის ყურადღება. თუ გაჭირვების ჩვენება მომხმარებელს ეკრანზე აყოვნებს, ალგორითმი მას მექანიკურად გახდის უფრო და უფრო პოპულარულს. ერთის მხრივ ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფო სისტემა მიატოვა, TikTok Live შეიძლება ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს. ალგორითმი ამ შემთხვევაში ბიუროკრატიაზე სწრაფია. მაგრამ როცა სისტემა ადამიანს აიძულებს გადასარჩენად ყოველ დღე საკუთარი ტკივილი გაყიდოს, ეს უკვე ღირსების შემლახავია. ასევე, სანამ მაყურებელი ფიქრობს, რომ ვინმეს ეხმარება, რეალური ბენეფიციარი ხშირად თავად პლატფორმა და ეკრანს მიღმა მდგარი შუამავლები არიან. გაჭირვებული ადამიანი კი ამ ეკონომიკაში უბრალოდ ნედლეული ფუნქციას ასრულებს. რჩება ღია კითხვები. სად მთავრდება ეს სოლიდარობა და სად იწყება სიღარიბის შოუ? რატომ არის ჩვენთვის უფრო მარტივი ეკრანზე ვირტუალური ვარდის გაგზავნა, ვიდრე თუნდაც სოციალური პოლიტიკის გაპროტესტება, ცვლილებების მოთხოვნა და როდის გადაიქცევა ქველმოქმედება სხვისი გაჭირვების ყურების ციფრულ ჩვევად? თუ გსურთ, რომ მსგავსი ფარული სისტემების და ტენდენციების შესახებ მეტი მოგიყვეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გააზიარეთ ვიდეო, ეს ძალიან დაგვეხმარება და ასევე მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, გახდეთ ჩვენი საზოგადოების წევრი.